ოდესმე გიფიქრიათ, რატომ ღირს ერთი ბრენდის სელის მაისური $10, ხოლო მეორესი რამდენიმე ასეული. ან რატომ ღირს მაგალითად ეს პირსახოცი $20 და აი ეს მეორე პირსახოცი $300. თან ორივეს იარლიხზე აწერია 100% სელი. რა სხვაობაა მათ შორის? ბრენდში მარკეტინგი თუ გვერდზე გადავდეთ, რეალური სხვაობა მართლა არსებობს და ის სელის ტიპში და მის წარმოშობაშია. სელის ღეროში ორი ტიპის ბოჭკოა. გრძელი, რომელიც სიგრძეში 1 მეტრამდე აღწევს და მოკლე, ბოჭკო, რომელსაც ეგრეთ წოდებულ ნარჩენებს უწოდებენ. ძვირიანი სელის ნაწარმი მზადდება მხოლოდ გრძელი ბოჭკოსგან და ის არის რბილი, გლუვი და საუკუნეებს უძლებს. 20-ლარიანი პირსახოცი კი ნარჩენებისგან არის დამზადებული. იაფასიან სელი რომ გამოსადეგი გახდეს, ქიმიურად ამუშავებენ და აპატარავებენ ზომაში, რომ შემდეგ ბამბის დაზგებზე გაატარონ. შედეგად ვიღებთ ქსოვილს, რომელმაც ჩაცმისას შეიძლება დაგვკაწროს, პირველივე გარეცხვაზე ფორმა შეიცვალოს ან საერთოდ გაიხეს. საინტერესოა, რომ პრემიუმ ხარისხის სელის 80% მხოლოდ ერთ გეოგრაფიულ რეგიონში, საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში მოდის. იქაური კლიმატი იძლევა საშუალებას, რომ მცენარე მინდორში ბუნებრივად დამუშავდეს, რაც მცენარის სტრუქტურას არ აზიანებს, შედეგად ამ სელს აღარ სჭირდება არც ქიმიური დამუშავება და შემდეგ ამ სელით იკერება უმაღლესი დონის ეკოლოგიურად სუფთა ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო ტანსაცმელი. აბა თუ გამოიცნობთ ქვეყანას, სადაც პრემიუმ ხარისხის სელის მოსაყვანად იდეალური პირობებია. დიახ, ეს საქართველოა. მაშინ, როდესაც მსოფლიო აღფრთოვანებულია ევროპული სელით და მისგან დამზადებული ერთი ნაწარმი, $100 ღირს, ისტორიულად ზუსტად საქართველოა სელის დამუშავების და წარმოების აკვანი. ჩვენთან ჭიათურის რაიონში, ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილია 34,000 წლის წინანდელი სელის ძაფი. ჰეროდოტე და სტრაბონი პირდაპირ წერდნენ, რომ კოლხური სელი ეგვიპტელსაც კი სჯობს. მისგან უმაღლესი ხარისხის იალქნებსა და სამოს ამზადებენ. ოქროს საწმისთან ერთად ეს საქართველოს სავიზიტო ბარათი იყო ძველ დროში. სელის სართავ-საქსოვი დაზგის ნაშთები აღმოჩენილია ნოქალაქევის არქეოლოგიურ ძეგლებზეც კი. აღსანიშნავია, რომ სელის ბოჭკო ორჯერ მაგარია ბამბის ბოჭკოზე და სამჯერ უფრო მტკიცე, ვიდრე მატყლის ბეწვი. საქართველოში სელი მეტ-ნაკლები ინტენსივობით ყველგან მოყავდათ. იმის გამო, რომ მთის მკაცრი კლიმატის ზონაში უპირატესობა ყოველთვის მცენარეულ ცხიმებს ენიჭებათ, ინტენსიური წარმოების ცენტრებად მესხეთ, ჯავახეთი და თრიალეთი გვევლინება. საქართველოში სელის უძველესი კულტურა ყველაზე კარგად დღემდე სვანეთში შემოინახა. იქ მცენარე ოჯახურ პირობებში მოყავდა, ადგილობრივები ხშირად საკვებად, ხორბლის მაგივრათაც კი იყენებენ. თქვენი კითხავთ, აბა სად გაქრა ეს ყველაფერი? რატომ არაა სელის კულტურა დღეს ასეთი პოპულარული საქართველოში, როგორც იყო უწინ? ამ კითხვაზე პასუხი უკვე წმინდა წყლის პოლიტიკასა და ოკუპაციაში ჩანს. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიამ მიიღო კოლონიალური გადაწყვეტილება. ქართველებს ხელოვნურად უნდა ჩაენაცვლებინათ სელის კულტურა შუა აზიიდან შემოსული იაფი ბამბით და მზესუმზირის ზეთით. ამ ჩანაცვლებამ პირველი მძიმე დარტყმა მიაყენა ქართულ წარმოებას. რაც იმპერიამ დააზიანა, საბჭოთა ოკუპაციამ საბოლოოდ დაასრულა. საბჭოთა კავშირის გეგმიურმა ეკონომიკამ და კოლმეურნეობების სისტემამ საბოლოოდ მოკლა ეს საქმე და დადგინდა, რომ საქართველოში სელის წარმოება ფაქტობრივად უნდა გამქრალიყო. ჩვენი საუკუნოვანი ტრადიცია ასე უბრალოდ ერთ წამში წაშალეს. მაგრამ დღეს 21 საუკუნეა და სელისგან დამზადებული ტანსაცმელი უდიდესი მოთხოვნით სარგებლობს და ხალხი მზადა ხარისხიან სელის ნაწარმში ბევრჯერ მეტი გადაიხადოს იმისთვის, რომ მიიღოს ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტი. ამავე დროს საქართველოში ტექსტილისა და კერვის ბიზნესი საკმაოდ დონეზე განვითარდა. ჩვენს ფაბრიკებში მსოფლიო დონის ბრენდები Adidas, Nike და Puma კერავენ საკუთარ პროდუქციას. მსოფლიო ნაკრებები მოედანზე საქართველოში შეკერილი ფორმებით გამოდიან. მიუხედავად ამისა, დღეს ჩვენ მხოლოდ ზღვის ნედლეულს ვიყენებთ და შესაბამისად იაფი მუშახელი ვართ სამყაროსთვის და ეკონომიკურად ეს ყველაფერი არც თუ ისე დიდ მოგებას ტოვებს. მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ნახტომს გააკეთებს ეს სექტორი, თუ ამ სამკერვალო ინდუსტრიას საკუთარ ქართულ პრემიუმ კლასის სელის ნედლეულს დაუმატებთ. თუ სელის წარმოება აღდგება საქართველოში, ეს დიდწილად ჩაანაცვლებს იმპორტირებულ მასალას და სამკერვალო ბიზნესს
წარმოების ხარჯებს შეუმცირებს. გააჩენს ათასობით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს რეგიონებში და ქართულ ბრენდებსა და დიზაინერებს მისცემს შანსს მსოფლიო ბაზარზე გავიდნენ უნიკალური ლოკალური პროდუქტით, რომელსაც 34,000 წლიანი ისტორია უმაგრებს ზურგს. თუმცა აქ არსებობს რამდენიმე პრობლემა. ვინაიდან საბჭოთა კავშირმა სრულიად მოკლა ეს სფერო, დღეს ჩვენ არ გვაქვს თანამედროვე ცოდნა ამ დარგის შესახებ და არც ყავს შესაბამისი სპეციალისტები. სელის წარმოების აღსადგენად დაგჭირდება ცოდნა და ტექნოლოგიები. დაგჭირდება მიწების ხელახალი მოკვლევა და 1-2 100 ჰექტარიანი ნაკვეთის პოვნა, რომ სელის მოყვანა მომგებიანი იყოს. უნდა შეიქმნას გადამუშავების ინფრასტრუქტურა. ეს ყველაფერი ლოჯისტიკურად უნდა დაუკავშირდეს სამკერვალოებსა და წარმოებებს, რაც მილიონობით ინვესტიციებს მოითხოვს. თუმცა, თუ ეს ყველაფერი კარგად დაიგეგმება და 5 წელიწადში მომგებიანი შეიძლება გახდეს, მაშინ რატომაც არა? იქნებ კვლავ გავხდეთ სელის წარმოების ქვეყანა. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და დააჭირეთ მოწონების ღილაკს.